2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდგომმა დარგებმა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით და აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.4%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შედეგმა დარგებმა, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, როგორც მოგეხსენებათ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 2024 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 11%-ით. ასევე თქვენთვის ცნობილია 11 თვის ჯამური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ექსპორტი გაიზარდა 8%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 6%-ით. 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6500 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.